ბიჭებო, სულელებივით იქცევით, ფრთხილად იყავით, თორემ გოგოები არასდროს არ დაგიბრუნდებიან. ტრენერები, ჩვენ უკვე ბაჭიების საზოგადოებაში ვართ და გოგოები მალე დაგვიბრუნდებიან. ხო, მათ ძალიან უყვარვართ. ხო, გიждდებიან. ბიჭებო, ეს გოგოები სერიოზულები არიან, თქვენერი სულელები კი არა. დროა გაიზარდოთ. ხო, ტრენერები, გავიზრდებით. კარგი ბიჭებო, მართლა დაცრუნდით. ხო, კალათბურთელები ისე იქცევიან, როგორც საბავშვო ბაღში. თავს იკატუნებენ ვითომ მაგრები არიან, მაგრამ სიამოვნებელია ვიცით. ხო და ჩვენი ბიჭები სერიოზულები არიან, ჭკვიანები. პირველი მეტოვლები. არა, მეტოვლები. 1 2 3. გამარჯობა ჩვენო ბაჭიებო. გოგოებო, გამარჯობა. გამარჯობა გოგოებო. კალათბურთელებო, ცოტა წესიერად მოიქეცით, დიდები ხართ. როგორც იცით, ბანი ყოველთვის ინახავს თავის პირობებს, ამიტომ ხვალ ლედი ბანის სახლში იქნება წვეულება. ჩვენ გავერთობით, მაგრამ ეს სახლი არ დიდდება, ამიტომ ყველა ვერ დაეტევა. მხოლოდ ის ადამიანები შემოვლენ, რომლებიც იღბლიან ბილეთს. გაიგეთ, იღბლიანი ბილეთი უნდა მივიღოთ. ხო, ლედი ბანის სახლში წვეულებაა, მაგრამ ეს ბილეთი იქნებ გაგვიმართლოს. ჩვენ არ წავალთ მან. რატომ მინდა გართობა და წვეულება? კარგი, ძალიან ადვილია ამ ბედნიერი ბილეთის ამოღება. აქ არის მწვანე და ვარდისფერი ბილეთები. თუ მწვანეს ამოიღებთ სამწუხაროდ, ვერ წამოხვალთ ჩვენ წვეულებაზე, მაგრამ თუ ვარდისფერს ამოიღებთ, წამოხვალთ. ახლა შეგიძლიათ აირჩიოთ და ამას შევაბრუნებ, რომ ვერ დაიგეთ. აი, ეს ბანის ხო წვეულება აქვს. მე რა, ჩვენ მანდ არ წავალთ. აი, ეს არ გესმის, ჩვენი სერვისი დასჭირდებათ, ლიმონადებს გავაკეთებთ, კოქტეილებს და თან გავერთობით. რა სიტყვი? მაშინ კარგი, მიდი აიღე ბილეთები. კარგი, ორ ვარდისფერს ამოვიღებ ჩვენთვის. კალათბურთელებო, გზა დაუთმეთ ჩვენს მეგობრებს. აბა, მოდით, თქვენ პირველები ხართ. დიანა! მე ვარდისფერი მაქვს, მე მწვანე, ჩემ გარეშე იქნება ეს წვეულება. არა უშავს მერი არ ინერვიულო, იქნებ შემდეგში გაგიმართლოს. კარგი, ახლა ვინ იღებს? შემიძლია? პიცა, რა თქმა უნდა შეგიძლია, მაგრამ შენ რომ ჩვენი მიმდევარი არ ხარ. აი, ის დაველაპარაკები და მალე ვიქნებით. ხო, კარგი, აიღე. როგორც ჩანს, შენ მიდიხარ, მაგრამ აი ისი ვერა. ღმერთო, ჩემო წვეულებაზე მივდივარ, აი ის გარეშე. აი ის, მხოლოდ ერთი ბილეთი მაქვს და მე მივდივარ. არა, პიცა, მე უნდა წავიდე. მე უკეთესი გამოცდილება მაქვს და უკეთეს სერვისს შევთავაზებ. რა? კარგი, უკვე ორი ადამიანი ვიცით, ვინც მოდის, შემდეგი ვინ არის? შეიძლება? კი, კალათბურთელებო, აბა ვინ წავა წვეულებაზე? დიანა, მე აუცილებლად წამოვალ. სმაილ, მიდი მალე. ზნობრო ვარდისფერს ვიღებ. ვარდისფერი, ვიცოდი. გაგიმართლა. ვარდისფერი. დიანა, წვეულებაზე შენთან ერთად ვიცეკვებ. კარგი, სამ კალათბურთელს გავუმართლა, ზაკად, არ გეწყინოს, შემდეგში შენს გაგიმართლებს. მაია, ჩემს გარდა არავისთან არ იცეკვებ, ძალიან გთხოვ. დიანა, შენი მწვრთნელი არ დაგავიწყდეს, მეც მინდა გართობა და წვეულება. ხო, მწვრთნელოები, რა თქმა უნდა. კარგი, მე ბიჭის გარეშე ვიქნები წვეულებაზე, მე და ზაკats შორის არაფერი არ მოხდება. მაია, მოთმინება წინასწარ ნუ ამბობ ნუ რაფერს. მასკოტ, ამოიღე. მასკოტს მხოლოდ ვარდისფერი ბილეთი ჭირდება. ვარდისფერი. გაგიმართლა, მწვრთნელოები. ვარდისფერი, ბიჭებო და გოგოებო, მე ჩემი კონტროლის ქვეშ იქნებით. კარგია, დაიმსახურეთ. რა იყო, ხო არ შეგშურდა, უბრალოდ არ გაგიმართლა. ჯანდობა, რატომ ეს ჩვენ რატომ არ მოვიფიქრეთ აქამდე? იმიტომ რომ არ გვაქვს ადგილი, სადაც მოვაწყობთ წვეულებას. არასწორია. ჩემი მშობლები ახლა მთებში მიდიან ერთი კვირით და მთელი სახლი ჩვენს განკარგულებაშია. შეიძლება ამოვიღოთ? რა? ბატონო, სერიოზულად, ჩვენი მიმდევრები არ ხართ. მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ ამოღება, ვინც ჩვენი მიმდევარია. იქნება ამ წვეულების შემდეგ ჩვენს ვიყოთ ლედი ბანის მიმდევარი. ხო, შანსაც არ გვაძლევთ. ბოდიში ბაყაყება, მაგრამ არ მინდა რომ ჩემი წვეულება აურიოთ. ხო, თან ვიცით რა გველებიც ხართ. არაფერი არ გესაქმებათ ლედი ბანის სახლში. ხო, თქვენს ბიჭებსაც. მე აუცილებლად გავიმარჯვებ. არა, იღბლიანი არ ხარ. 1 2 3. კარგი, ვინც ხვალ მოვა წვეულებაზე, გაითვალისწინეთ. დრესკოდი არის ვარდისფერი და ცოტა ფუმფულა რაღაცეები. კარგი, ყველას დაველოდებით. ჩვენ აუცილებლად მოვალთ. ბიჭებო, იქნებ ბილეთის ნახევარი მომცეთ. არა, შენ მწვანე ამოიღე, ხო და გომეშვებთან წადი. ტიმურ, არ შეიძლება რომ შენი ფუმფულა აქსესუარი ვიყო. არა, ოჩახ, ძალიან მაგარი მეგობრები ხართ. არა და შეგეძლო თუ თქვენთან ერთად წაგიყვანით. დიმა, მითხარ რომ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ისევ იქნება როგორც ადრე. ლორენ, არ ვიცი, შენი საქციელი უნდა ვნახო. ვიცი, შენმა ძმაკაცმა აურია ყველაფერი. ხო, გაგაფრთხილეთ, ლორენ. არა, ცუდად გამოგივიდათ, უფრო ძლიერად უნდა გაგეფრთხილებინეთ. ლორენ, იცოდი, ასე ყოველს თუ გააგრძელებ, დაგშორდები.
ჯიჯი, ისე მიყვარს წითელი მანიკური, რაღაცნაირი ფერია. ტომას მოგწონს? არა, წითელი მეზისხება. და მე ვერ ვიტან, როცა შენ რაღაც არ მოგწონს, ეს ძალიან მაგარია. გითხარი, რომ თეთრიან ღია ვარდისფერი გაგიკეთებინა. ხომ გითხარი? ჯიჯი, მე ტომასის გემოვნების გამო არ გავიკეთებ ფრჩხილებს. ყველას მოგესალმებით, მე და გოგოებს ხვალ გვაქვს წვეულება ლედიბანის სახლში და ვინც ჩვენი მიმდევრები ხართ, შეგიძლიათ ამოიღოთ ერთი ბილეთი. ის ვინც ვარდისფერ ბილეთს ამოიღებს, წავა წვეულებაზე. აბა მიდით ბაჭიებო. ბაჭიები მოვიდნენ. დიმა, ხომ არ გავიწყდება, მე მათი მიმდევარი ვარ, ამიტომ წავალ წვეულებაზე. არა, პირველ რიგში ბედნიერი ბილეთი უნდა ამოიღო. კარგი დიმა და შენ გარეშე ვიქნები წვეულებაზე, გაიგე? გოგოებო, აბურებ და ამოიღეთ. ვარდისფერი. გილოცავთ გოგოებო, მოდით წვეულებაზე. ძალიან გაგიმართლათ. ლუზერებო, თქვენ ჩვენი მიმდევრები ხართ, მოდით, აიღეთ ბილეთები, იქნებ წამოხვიდეთ. ჩემი წითელი ფრჩხილები გულებს დაიპყრობს, გაიგე ტომას? თომას, ახლა რა გაჩვენა? შუათითი, ყოველთვის ასე იქცევა. ხოდო მიდი, რამე უთხარი? რა უნდა უთხრა? ეს ხო ჯულია. ხო, მართალია, მე ვხვდებოდი. აბა ვის გაუმართლებს? მივდივარ, ჯული. მე არ მივდივარ, მწონე ამომივიდა. ჯული, ეს შუათითი რომ მოჩვენე, იმის ბრალია. ხო, ჯული, შენი პასუხია. ბავშვებო, ვის აქვს ვარდისფერი ბილეთი? ჩვენ! ძალიან კარგი, ხვალ დაგეულდებით წვეულებაზე და ასევე დრესკოდი არის ვარდისფერი და ხალხუნფულ აქსესუარები. გნახავთ. ჯანდაბა ვერ მოვდივარ. კარგი, ლორენ, გაერთე. ლეილა, ეს ხოდაშორ ჩემი ადგილია. არა, იანა, შენი ადგილი არ არის, სკოლის ადმინისტრატორის ადგილია და შენ ახლა ბანის მიმდევარი ხარ, ამიტომ კარგად. ალან, მოშორდი აქედან. აი, ეს რაღა არის? კოსტია, შენ რა დაბრუნდი? ლეილა, ეს ვინ არის? ალან, მოგვიანებით აგიხსნი. მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თინეიჯერების სკოლაში. გამარჯობა ძმაო. ღმერთო ჩემო. ლორენ, ეს დაინახე? მადლობა დიმა ყველაფრისთვის. რა კარგია, ძალიან განსხვავებულად გრძნობ თავს. აბა დიმა, გავხდებით ჩვენ ჩემპიონები. აუცილებლად კოსტა, სკოლის წვეულებასაც გადავდებთ. ხო, ზალინა, ზომბად უკეთესად გამოიყურებოდი. ვეთანხმებით. გოგოებო, მე ძალიან მომწონხართ, იქნებ ვიმეგობროთ მალე. ხო, და ლორენს არჩევანი არ აქვს. ზალინა, რაღაც მე ამბოხე გახდი თითქოს. ლორენ, ეს ჩემი საუკეთესო მეგობრი შეყვარებულია და შენი მეგობარიც უნდა გახდეს. ნახოთ, აბა თუ იქნება მეგობრობა. გირჩევ, რომ ცოტა პატივისცემით მომეპყრა, გასაგებია? დავიღალე ამ ყოველფრით. დავიღალე. მეგობრებო, ისე ეს ამბავი უნდა უყნიშნოთ. წამოცხელი შოკოლადი დავლიოთ. ხო, წამო. ჩემთან ვერ იტრაბახებ, გასაგებია? მაგასაც ვნახავთ. ამ სკოლაში ზომბები აღარ დარჩნენ, ძალიან უცნაურია. იანა, უცნაური არ არის, პირიქით კარგია, ისედაც ნერვებს მიშლიდნენ. ხო, მეც. ალან, არც იცნობდი. მე რა? კარგი საყვარლებო, თქვენ იყავით აქ, მე წავალ და ამოვიღებ იღბლიან ბარათს. იმედი მაქვს წავალ ლედიბანის სახლში წარმატებები. იმედი მაქვს ვერ წახვალ. კარგი გოგოებო, ხალხი უკვე შევკრიბეთ წვეულებისთვის. მაია, ჩამოწერე ყველაფერი, რაც გჭირდება. მარწყვის მოჰიტო, მარწყვის პეროგი, მარწყვის კაპკეიქები და კიდევ ჭიქები გჭირდება ძალიან ბევრი. ხო. წერ, ჭიქები. აუ და მაია, კიდევ ჩაწერე მარწყვის კრემი და პეჩენიები. ნასტია, ფეხები გაგისუქდება მე ამდენ კრემს თუ შეჭამ. მაია, ფეხები მე არ გამისუქდება. საინტერესოა ხალხი როგორ იქნება ჩაცმული, ძალიან მაინტერესებს, იმედი მაქვს ყველა დაემორჩილება დრესკოდს. გოგოებო, ფიქრობ რომ კი, მაგრამ კალათბურთელები და ვარდისფერი ცოტა უცნაური იქნება ერთად. იქნებ ვარდისფერ პიჟამაში მოვიდნენ. ხო, მაია, კარგი იდეაა, დაწერე ვარდისფერი პიჟამა კალათბურთელებისთვის. ხო, და კიდევ დაწერე რომ ძალიან მაგარი დიჯეი გჭირდება. ჩვენ წვეულება გვაქვს და არა რაღაც საღამო. ხო, მაგარი იქნება ლედიბანის სახლში წვეულება, მთავარია მწვრთნელმოები მარ შეგვაწუხოს. გოგოებო. მაი, ყველაფერი კარგად იქნება. ები, ვიცი რასაც ვაკეთებ. გოგოებო, ცადე რომ შემეჩერებინა, მაგრამ არ გამომივიდა. მასწავლებელო მაიკ, ეს ჩირლდერების გასახდელი ოთახია, აქ პირველად გხედავთ. რა მოხდა? რამე? გოგოებო, წვეულებაზე ყველაფერი ვიცი. მაიკ, მე ვიქნები იქ, ყველაფერს გავაკონტროლებ, ყველაფერი კარგად იქნება. რატომ არ გესმის ეს? ვიქნები იქ. მასწავლებელო მაიკ, რამე პრობლემა გაქვს ჩაბატკვირას წვეულებაზე? გოგოებო, უბრალოდ არ მომწონს, რომ წვეულებაზე ვიღაცებს არ პატიჟებთ. მასწავლებელო მაიკ, ვინც იღბლიანი ბილეთი ამოიღო, ყველა მოდის წვეულებაზე. გოგოებო, გომბეშვები მოვიდნენ ჩემთან და წუწუნებდნენ, რომ არ დაპატიჟეთ.
მაიკ, ბაყაყები, ხომ იცი როგორ ექცევიან ჩემს გოგოებს, ვერ იტანენ ბანის. იცით რა მასწავლებელო მაიკ, ბაყაყებს თუ უნდათ ჩვენ სწავლებაზე წამოსვლა, უნდა ეთქვათ რამე, როდესაც იღებდნენ ბილეთებს. ხო, ყველა სხვა მოიღო და ისინი ჩუმად ისხდნენ. ფსოფიმ თქვა, მაგრამ დანარჩენებმა არა. და ჩვენ რატომ უნდა დავპატიშოთ ბაყაყები? ჩვენ არ დაგვპატიშეს თავიანთ სწავლებებზე და სხვათა შორის საერთოდ ხომ იცით როგორი განსხვავებულები ვართ? ხო, მაია სიმართლეს ამბობს, ჩვენ ბანის ჩერლიდერები ვართ და ისინი სულ სხვა გუნდი არიან. ჩვენი ოპონენტები არიან, რა უნდათ ჩვენ სწავლებაზე. არაფერი არ ესაქმებათ საერთოდ. ჩაიწერენ და დადებენ. და გომეშვებს რა უნდა უთხრა, რომ ელოდებიან და ტირიან. მასწავლებელო მაიკ, გოგოებო, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. მასკოტ არ თქვა რომ ცუდი ამბავია. მოკლედ გომეშვები ყველას მწვანე ბილეთებს ურიგებენ და ეუბნებიან, რომ მათი სწავლება უფრო მაგარი იქნება. ყვერიან, რომ სტელას სახლში მივიდნენ. ბაყაყები ტირიან, არა მაიკ, არ ტირიან, უბრალოდ ყოველთვის ყველაფერს აფუჭებენ. რატომ არ მიკვირს? ანუ მენიუ აღარ გჭირდება? მაია, გჭირდება მენიუ, ჩვენი სწავლება მაინც ჩატარდება. ხო და ძალიან კარგია. ახლა გომეშვებსაც სწავლება აქვთ და ბაჭიებსაც სწავლება აქვთ. სიმშვიდეა, სიყვარულია და ჰარმონიაა. მაიკი, ასეთი გულუბრყვილო რატომ არის? კარგი გოგოებო, წავიდეთ და ავიღოთ ბაყაყების მწვანე ბილეთები. ჯერ ჩვენი სწავლება ჩავატაროთ და მე წავიდეთ იქ და ვნახოთ რა ხდება. ხო, მაგრამ ბაყაყების სწავლებაზე თუ წავალთ დამიჯერე, არ მოგვიწყობენ კარგ სიურპრიზს. აუ, ყველაფერს რატომ აკოპირებენ? აკოპირებენ, იმიტომ რომ თვითონ ტვინი არ აქვთ. ხო, მართალია. ანუ მენიუ მზად არის? კი. გოგოებო, გირჩევთ გახვიდეთ და ეს არეულობა თქვენ თვითონ ნახოთ. გომეშვები ყველაფერს აფუჭებენ. ახლა მე ვუჩვენებ მათ ეს მწვანეები. მოდით, ძალიან სახალისო იქნება. აი, ბილეთები ძალიან კარგი იქნება. კიდევ ერთი სწავლება და ერთად ვიქნებით. გოგოებო, საუკეთესო სწავლება იქნება. მოდით, მართლა გეუბნებით. აი, არაფრის ამოღება არ გიწევთ, უფასოა ყველაფერი. ბანის მიმდევრები შეიძლება წავიდნენ ბაყაყებთან? სადაც გინდა იგწადი, არ მატარდებს. ტომას, არ გელაპარაკები. ვა, ორი სწავლება, ერთი და იგივე შაბათკვირას. ხო, კარგია. გამარჯობა ის, სამი ცხელი შოკოლადი გავუკეთებ. აღარანაირი ბროკოლი. ძლივს, ჩემ მეგობრებს ვეგანური პიცაც გავუკეთებ. ბავშვებო, ისეთი ლამაზები ხართ, ძალიან უცნაურია თქვენი ასეულობა. ხო და პირველ შეკვეთაზე 50%-იანი ფასდაკლება გვაქვს. გაკვირვებული ვარ, ჩვენი და ასეთი არასდროს არ მინახავს. ხო, ძალიან უცნაურად გამოიყურება და როგორ უხეშად იქცევა. ხო, ჩვენთან მოსვლას და ლაპარაკსაც არ აპირებს. გაბრაზებული ვარ. ბავშვებო, მოდით, ოღონდ ყველაფერი მწვანე იქნება მენიუში. დრეს-კოდიც არის მწვანე, ყველაფერი მწვანეში. კივის კოქტეილები გვექნება და ფისტას ნაყინი. მოხვალთ! კი. კოსტია, გაიგე, ყველა რაღაც სწავლებაზე მიდის. რამდენი ხანია სწავლებაზე არ ყოფილ ვარ, წავიდეთ რა. გომეშვებო, ჩვენთვის ორი ბილეთი. არა, სამი. აი თქვენი ცხელი შოკოლადი. პიცა გომეშვებთან მიდი და უთხარი, რომ მათ სწავლებაზე წახვად. აი, ის არ მინდა მარტო ბაყაყების სწავლებაზე. პიცა მე ბაჭიებს მომემსახურები და შენ გომეშვებს ძალიან ბევრ ფულს ვიშოვით. აი, ის იქნებ გავცვალოთ, მე მინდა ბანის ფართიზე რა. არა, გადაწყვეტილია, მე ბაჭიებთან, შენ გომეშვებთან. კიდევ აქ ხარ, მიდი გომეშვებთან. აი, ის არ ვიცი იმეების გაკეთება, რაც თქვენ. არა უშავს, რეცეპტს მოგცემ. კალათბურთელებო, ბაყაყებს გამოართვით მოსაწვევები. გასულისხობთ. ბაყაყებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენი სწავლება ჩაშალონ. ხო, თვითონ არიგებენ ახლა რაღაცეებს. ეს არ გამოუვათ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი სწავლება უფრო მაგარი იქნება. ამიტომ თქვენ სწავლებაზე მოვდივართ. და მე? და სად არიან ბაყაყები კარადებო? არა. კარგი, საინტერესოა, კაფეში მესმის მათი ხმა. წამოვნახოთ. არა, გოგოების ჯგუფში არ ჩავერევით. მხოლოდ მოусმეთ. ბაყაყებო, აქ ხართ, დავიღალეთ თქვენით. ყოველთვის ასე რატომ იქცევით? ვერ გავიგეთ. აბა, ვინ აიღო მწვანე მოსაწვევი? გამოდით და აღიარეთ, ვინ აიღო. გვითხრით, ყველაფერი იცოდეთ. ბანი, უკვე აქ ხართ, ჭორები მალე ვრცელდება. ყველა ჩვენ სწავლებაზე მოდის. ხო, შეგიძლიათ წარმოგინოთ, ორი სწავლება უნდა ხალხს. საინტერესოა. ბანის მიმდევრებო, ხელი აწიეთ, თუ მიდიხართ ბაყაყების სწავლებაზე. ობოდი, მაგრამ არ მინდა, ვეღარ წარმოვავალთ. არ მინდა რომ გაგვაგდონ. რა? მაგრამ დაგუთანხმდით. ჩვენ არასდროს არ შევწყვით. ზაკ, ჩამოწიე ხელი, შენ შეჭი არ მეპარებოდა არასდროს. გთხოვთ, თუ ჩვენთან ხართ, ჩვენი მიმდევრები ხართ, იყავით ერთგულები. ხო, ვინც არ იქნება დატოვებს ჩვენს. მოკლედ, ვინც ჩვენთან არის, გეოლდებით სწავლებაზე. ძალიან კარგი იქნება და გემრიელი საჭმელები. მართლა, თქვენ კიდევ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და დავგეგმოთ ჩვენი სწავლება. კარგად!
აი ის მგონი მაგ დღეს ვისვენებ. ბაყაყების წვეულება არ იქნება. არა პიცა, შენ მე დამეხმარები. აი ის ხომ მითხარ რომ მარტო შეძლებდი? კარგი პიცა, იყოს ეგრე. ყველაფერს შემით მივხედავ. როგორ უნდა მიგატოვო? საუკეთესო ხარ. მოკლედ გოგოებო, გომბეშვები მწვანე ბილეთებს არ იგებენ და იძახიან რომ უფრო მაგარ წვეულებას აწყობენ. ყვირიან რომ ყველა კალვა სახლში მივიდეს. გოგოებო, მაგარი იქნება საღამო წვეულება მთავრია მწვრთნელმეები მხელი არ შეგუშალოს. გადააწოდე.